თქვენ თუ იცით აბდალა და იდიოტი ეგორი სიტყვა საიდან მოდის? წინა ვიდეო რო დავდე, მაგ გამოთაყვანებასა და თაყვანიცემას შორის კავშირი განვიხილე და ეგ შემთხვევით არ დამიდვია აი ეს ვიდეო რო ჩამეწერა, მაგის წინაპირობა იყო მოკლედ და ახლა განვაგრძო მაგ თემას. ესე იგი აბდალა ყველა მიცით რომ გურულების ის არის კუთხური სიტყვა და სულელს ნიშნავს. დაჟე მაგაზე ანეკდოტიცაა გურულს კითხესო თქვენთანო სულელს რა ქვიაო და აბდალაო და ჭკვიანსო ასეთი არ უყავსო. ჭკვიანს მაქვე ქვია ჩვენთან, მაქვე არის საკერავი მანქანის ის რო არის, რა ქვია დეტალი, ყველაფერზე ჩალიჭოს. ხო, მოკლედ ეგ ხუმრობა. ხო და აბდალა გურულების დიალექტში შემოვიდა საიდან? თურქეთთან ხო ახლა ახლოს არის გურიად რაღაცა და თურქული სიტყვები გურიაში ბევრია. და ზოგადად საქართველოშიც ბევრია თურქული, ირანული და არაბული სიტყვები და აბდალა აი ასე ჟღერს ნიშნავს ღმერთის მონას, ალაჰ, ანუ აბდ, ალაჰ, აბდ არის არაბულად მონა. და აბდალა იყო ღმერთის მონები ასეთი სექტა იყო, სექტის ვარიანტი იყო, წარმოიდგინეთ დაახლოებით პარალელის გავლება შეიძლება სალოსებთან. ანუ სალოსების სექტა არის ქრისტეს მიერ სულელი ქვია მაგათ, ანუ სულელურად იქცევიან რაღაცა შეიძლება გიჟი გეგონოს, მაგრამ სინამდვილეში არ არიან გიჟები. ეგ სალოსთან შეიძლება დაახლოება. და ეგენის ეგრე იყვნენ ეს აბდალები რა. და ძონძილები დადიოდნენ, უშნოდ იცმედნენ და ანუ რაღაც სისულელებს აკეთებდნენ და მოკლედ ხალხს ეგონა გიჟები. და აბდალები იყვნენო და ნუ შემოვიდა შემდეგ გარდასახვა მოხდა სულელთან მიმართებაში, ანუ სულელებად აღიქვამდნენ და სულელის სახელად გადაიქცა მე აბდალა. და მეორე იდიოტი მეთქი რო გითხარით. ახლა მთავარი სადაც მინდა მივიდე და სადაც მივდივარ. იდიოტები, იდიოს არის კერძო პირი ბერძნულად და ნიშნავდა პოლიტიკასთან კავშირში არ მქონე ადამიანს, ანუ აპოლიტიკურ ადამიანებს ნიშნავდა. ანუ იმ პერიოდში საბერძნეთში აპოლიტიკური თუ იყავი, ცუდი ტიპი იყავი რა, ანუ უნდა მიგეღო მონაწილეობა პოლიტიკაში და იყვნენ ხალხი, რომელიც არ ღებულობდნენ პოლიტიკაში მონაწილეობას და იდიოტები იყვნენ, ანუ იდიოტებად იწოდებოდნენ. ოღონდ კონტექსტი ის კი არ იყო ცუდი, ანუ უბრალოდ კერძო პირები, ანუ თავის პირად მატერიალურ რაღაცებით იყვნენ დაკავებული, მატერიალური სიკეთეების დაუშვათ კეთებაში და ასეთ რაღაცებში და იდიოტებად მოიხსენიებდნენ. და დღეს ვიღაცა ტიპი რო გამოვა, ვიღაცა ზიგითი ადამიანი, ზიგითი მოქალაქე, მე ვთქვათ რა, მე მიცვარ. და ვთქვა რომ აპოლიტიკური ვარო. აი ვინ ჩემი ფეხები ვარო, მე რო აპოლიტიკური ვარ მეთქი რო ვთქვა. ანუ რა დააკლდება პოლიტიკას ჩემი აპოლიტიკურობით. აპოლიტიკური რო იყო ვიღაცა ისეთი უნდა იყო, რითაც შენი პოლიტიკაში არ ჩარევით რაღაცა დააკლდება პოლიტიკას. კი მეცნიერი, კი თუნდაც კრიმინალური ავტორიტეტი, რამნიშნულობა აქვს, თუნდაც ბიზნესმენი. აი ვიღაცა უნდა იყო, ტიპი უნდა იყო რა. აი მე და 95% ამ ქვეყანაში რომელიც ცხოვრობ სიტყვაზე და ვიტყვით აპოლიტიკური ვარ. ვის რა ფეხები უნდა მოვჭამოთ? ეხლა აპოლიტიკური რო არ უნდა იყო, რატო ვამბობ ამას? ხო ხედავთ რომ ყოველ დღე თუ არა ხშირად არის აქცია ის ვიღაცა ერთი 100 თუ 200 კაცი დაკინგილობს და ტვინს ტყნავს. და ხო არ გონეთ ეგენი საქართველოს უმრავლესო არიან. აი გადადით ლაივებში, ვისაც TikTok-ი აქვს ჩართული მაგ აქციაზე ვინც არის, ყველა დედას აგინებს მაგათ. და შლიენი მაგ ხალხს შლიენ ახლა რომ დაწერ ცუდ სიტყვას აღშლის ის ვისაც აქვს და ფილტრავენ ასე, მაგრამ ანუ ის ვინც აგინებს, ეს ბოტები და ტროლები ხო არ იქნება? ანუ უმრავლესობას ეგ ხალხი არ უყვარს, ეზიზღებათ უკვე, შეაზარეს თავი. მაგრამ რა თქინდათ ნათქვამია აქტიური უმცირესობა ხდეს რევოლუციებს. ახლა ეგენი რევოლუციას ვერ მოახდენენ მტერი არა, ამეტი მაგრამ ტვინს ხო ტყნავენ გასო. ხო და დღეს აპოლიტიკურობის დრო არ არის. და იდიოტობის დრო არ არის. აი იდიოტები ვართ, კი ზუსტად, ვინც დღეს პოლიტიკაში არ ვერევით. ჩვენი წილი აი რაც შეგვიძლია უნდა ჩავერიოთ. თორე ვიქნებით რა ვართ იდიოტები, ვინც პოლიტიკაში არ ვერევით და ვიძახით აპოლიტიკური ვართო, როცა არავინ არ ხარ. უბრალოდ რიგითი ადამიანი ხარ და იძახი აპოლიტიკური, იდიოტი ხარ ჩვეულებრივი. აი აქ მინდოდა მოყვანა იმ ვიდეოებით, ვიდეოსტი რო დავდე უფრო სწორად. რომ რაღაცა კონტექსტის ვარიანტში, აი ამის თქმა მინდოდა საბოლოო ჯამში რა.